ძალიან ხშირად მეუბნებიან პატარა ჯიშის პატრონები, რომ ჩემს ძაღლს აქვს ალერგია ქათამზე. ოღონდ ძალიან ხშირად კი არა, თითქმის ყოველი პატრონი ამას მეუბნება და ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ შეცდომასაც იყვებიან ხოლმე. მინდა იცოდეთ, რომ ალერგიის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ინგრედიენტი არის ხოლმე ხორბალი. მის ძალიან დიდი დოზის გლუტენს შეიცავს, რომლის აუტანლობა ძალიან ხშირად აქვთ ხოლმე ძაღლებს და ზუსტად ეს სხვადასხვა ალერგიებიც მაგის ბრალი შეიძლება იყოს. საკვების შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ხორბალი არ ერიოს ამ კონკრეტულ საკვებში, რომელსაც თქვენ არჩევთ. მაგალითად, ხშირად მეუბნებიან ხოლმე, რომ ბრინჯი და პირობითად სიმინდის რაიმე პრობლემას წარმოადგენს, მაგრამ ეს ასე არ არის, ბრინჯი და სიმინდი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და სხვათა შორის ზუსტად ეს გახლდათ მიზეზი იმისა, თუ რატომ ავარჩიე, ერთ-ერთ მიზეზს გულისხმობ ბელკანდო ჩემი ძაღლებისთვის, მე ბელკანდო ექთივს ვაჭმევ ჩემ ძაღლებს და იქ რა თქმა უნდა რომ არ არის ხორბალი და პირიქით გაჯერებულია ესეთი ინგრედიენტებით, რომელიც პირიქით აჯანსაღებს და ფაქტიურად თითქმის კურნავს ძაღლებს. გამომდინარე აქედან მოარიდეთ ხორბალი თქვენს ძაღლებს.